მოგესალმებისა მეგობრებო. ეს არის 22 აგვისტო და ახლა არის ვის 20 წუთი იქნება საღამოსი. ეს არა გათვალისწინებული ეთერი იქნება ახლა, იმიტომ რომ გუშინ შეგვიდით რომ ზეგ იქნება თქო მეორე ნაწილი განცხადებისა, მაგრამ ახლა ვინაიდან გზაზე ვარ და დრო მოვიხელთე ორი სიტყვით კიდე შეგეცევით. მეგობრებო, ახლა წინა თუ ნახე, აი მიქსი რო ჩავწერე პირველი და ორი ლაივი, მაშინ ნახე ერთი კომენტარი მეგობრისა, ცოტა ვრცელი კომენტარი იყო, და დავიმახსოვრე და პასუხი ვერ გავეცი და ახლა გამახსენდა. ის წერდა ასე სახელი და გვარი წარმახსოვ, მამაკაცი იყო ვიღაცა, რომ ბატონო დავითო, ახლა თქვენ რომ წახვიდეთ და თავი დაანებოთო ამას ყველაფერსო, ხალხი მაინც იფიქრებსო, რომ თქვენ მაინც ურიების მოსყიდული ყოფილხართო და ნუ თუ ასე არ თქვანო, აგერმე და აგერ გერმანია ასე იყო რა თქვა. ნუ პირველად ისი გავატარე ეს, იმიტომ რომ როგორ გიხართ ახლა არ ეწყინოს მეგობარს მანაც ცოტა არა ნუ ჭორია, მაგრამ თუ გაავრცელეს ყველანაირს დაიჭერებს ხალხი, ხო, მაგრამ მოდი ახლა ასე ვთქვათ, ეს შეიძლება ითქვას იმ ადამიანზე, რომელიც ნუ ან თვითონ ან ხალხს მიიყვანს იმ კონდიციამდე, როდესაც აი ან უნდა გადაატყდეს რაღაც, ან უნდა გაატყდეს ნავსი რო იტყვიან და იქიდან შემდეგ აი რუსულად ვიტყვი ატყაროთ პავაროთ. ამიგე იქიდან რომ უხეშად რო დაზადავს მე რეგაც. ამის მაგალითს მე გეტყვით ახლა გაგახსენებ, როდესაც თბილისში აი გაჩეჩილაძეების ბუმი იყო, რომელიც ახლა რო გარდაიცვალა, ძმების გაჩეჩილაძე, ამათ რომ იყავდათ პარადი, მე ნინო კიდე იყო თუ არ ვწდები, ყოფილი პრემიერ-მინისტრი კიდე და 500,000 კაცი მიიყვანეს მოკლედ პარლამენტის შენობასთან. გახსოვთ თქვენ თუ არ ვწდები 2006 წელი იყო მაშინ. და ნუ საშიშროება გახდა კაცო, თავრობისთვის 500,000 კაცი ხარ. ხო იცით ხა როგორ ის არის, მასაც არის, ხო? მოხდა ისეთი, რომ პატრიარქმა გამოუცხადა, რომ ხალხონო ნუ შევიშვა თუ არ უთქვამს, მაგრამ რაღაც ისეთი თქვა ხა ზუსტად არ მახსოვს, რომ წამოვიდეთ ხა მოუბრუნდეთო და სამებაში ვილოცოდო, კაცო. გამიგეთ? და ამათმა ეს ლიდერები ვინ იყვნენ, ვინც იყვნენ, მოაბრუნეს ეს 9 მილიონიანი ხალხი და ბატებივით, აი ბატები რომ იყვებიან ხო ისე წაიყვანეს სამებაში. სადაც ილოცეს ბატონო ვითომ და მორჩა ეს შენი მუხტი, ეს შენი ენერგეტიკა, ეს შენი ბრძოლის ჟინი, უნარიანობა, ყველაფერი გააკრეს, ჩააკრეს, ჩააბლავეს. აი ის აი მათზე მაშინ კი არ იტყოდე, კი არა, იმე უცებ თქვი მე ეს რა პროგრამაც იყო. გამიგეთ? აი ის იყო მოსყიდულების ამბავი და აი მათ დაზადდეს ფულის გამო და ეს იყო. მაშინ უბრალოდ ეს დახაზული ტაქტიკა იყო და ეს მაშინაც ვიცოდით ყველამ ერთად, რომ მე გამოჩნდა ვიდეოებითაც კიდე რომ უგულავა და თოფურიძე თუ რაღაცა სამსახურის უფროსი დადიოდნენ საპატრიარქოში და ილიას მაზოლებზე აჭერდნენ ფეხებს სერიოზულად და უბრახუნდნენ, რომ შენ თუ ამას არ გააკეთებ, შენ ყველაფერს გამოგიყრით გარეთ. ნუ რაც წოდებიც ქონდა, ხო? ნუ ილიამ ესე მოელაპარაკა იმათ, ასე ვთქვათ, ვინც იყვნენ იმ დროს ლიდერები და კიდე დანარჩენი, ვისაც საჭირო იყო ფული მისცეს, მთავრობა მისაფული, საპატრიარქო მოსალისრება, ეს გამორიცხული საპატრიარქო ისე აბიტურებს ხალხს. ისე. რომ დაგოიმებული ყავს ძალიან. მთავრობისგან მისცეს მას ფული, აქეთ გაუპრავა ეს დაზადმა, გაუპრავა ილიამ და აი ესე ჩაახშულს ეს ხალხის მომენტი. აი
აი იმ კონდიციონზე მე რომ მივიყვანო ხალხი და მე რომ დავზადო და ესე რომ გავყარო, აი მაშინ შეუძლია ვინმეს ასეთი თქვას ჩემს. გამიგეთ? ასე რომ სულელური იყო და იმიტომ არ უპასუხებ დროს, მაგრამ ახლა გამახსენდა რატომ გაზდა ეს. ეხლა მე მინდა კიდე იმ ხალხს მიმართო იმ მეგობრებს, რომლებიც ზოგმა იფიქრა რომ ასე, ზოგმა ისე. მაგრამ მე გაგახსენებ მთელი ასე ვთქვათ ჩემი თქვენთან და ნუ საერთოდ ურთიერთობების პერიოდს თუ რა ჯაფა და რა დონის ტანჯვა იყო ამაში ჩადებული. არ ვიტყვი ახლა იმ 23 წლის რო ვიყავი იქიდან და გუშინ რო ვთქვი 23 წელი და 33 წელი 10 წელი შემიშალა. 33 წელი, იმიტომ იყო რომ ვამბობდი 56 წლისა ვარ და ნახევარზე მეტი. დეტალებს კიდე არ მოყვები, ბიოგრაფია რო დაიწერება, იქ იქნება ყველაფერი. თუმცა ეს ვიდეოში კიდე მაგ ერთხელ დათქვამი და გაკეთებული ყველაფერი. მოკლედ 2019 წელი იყო, როდესაც დავიწყე ამ მონტაჟის, ასე ვთქვათ, შესწავლა, რათა გამეკეთებინა დოკუმენტური ფილმები და კაცი შვილი, ესე იგი ვერ ვიშოვე, ხანუ ძალიან რო ვეძებდი თქო ტყუილი, მაგრამ ვისაც მინდოდა რომ ესწავლებინა, მაგას ვერ მოიცალა, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ მე დამქონდა იმასთან და რაღაცა ნაკოც ვაერთებდი ასე და ბოლო ავდექი და მე თვითონ ვისწავლი მეთქი და აი ესე პერიოდულად ვსწავლობდი. ეს იყო კატასტროფული რამ, მაგრამ თუ გახსოვთ თქვენ იმ პერიოდიდან თუ ხარ შემორჩენილი მეგობრები, რომ აი ლაივში კიდე რამდენჯერ ჩავრთულ ვარ, როდესაც დილით იყო 5 საათი და 10 წუთი და ნახევარ მძინარე პოზიციაში ლაივს წერდი და მონტაჟი მქონდა კიდე. გახსოვთ ეს თქვენ? მოკლედ აი იყო პერიოდი, როდესაც სადილისთვის ვერ ვიცხდი, არც მახსენდებოდა პრინციპში. და თუ მეტყოდნენ კიდე, ნუ ავდეგებოდი, ვისადილებდი და პირდაპირ ვждებოდი და ვაგრძელებდი ისევ მუშაობას. ამის 2 საათი, 3 საათი, 4 საათი მეზობლები მეუბნება, რა საკეთებ ბიჭო, ასე გვიანობამდე შუქს რო ანთია შენ და რა საკეთებ და აი მას ვაკეთებ. დავწვებოდი კიდე 2 საათი კიდე რაღაცა ჩალიჩერდი ტელეფონში, რაღაცაზე ვფიქრობდი და მე 2-3 საათი გამოდიოდა ძილი. ბავშვი, სანამ ჩემი ბავშვები პატარები იყვნენ და უმცროსი კიდე გაცილებით. ბავშვი მოდის ჩემთან და მეუბნება, ნუ თამაში უნდა ბავშვი, ხო? თამაში უნდა. ეხლაც მახსოვს, შვილო ამცალია და არ დამთავრდა ეს ამცალია. არ დამთავრდა. ეხლა ეს მე პაუზა რო გავაკეთე, ორთვიანი მე ვიცხოვრე უბრალოდ ჩვეულებრივი ადამიანის სიცოცხლით. ჩვეულებრივი. ერთი მხრივ რა კარგი ყოფილა, როცა ყველაფერს ფერზე დაიკიდე, არაფერი არ გაინტერესებს, არავინ არ ვალდებულება, მოიხსენი, ყველაფერი. ჩვეულებრივად ვიცხოვრე, როგორც ცხოვრობს მილიონობით ხალხი, ხო? გესმით და უცებ მომაწყვა ნოსტალგია. და მომინდა ბავშვების თამაში. რომ მივიხედე ჩემ ბავშვები უკვე გაზრდა. ეხლა კალთაში ვეღარ ჩავისვა და ვერ ვეთამაშები მათ ისე როგორც ისე პატარები იყო. აი რომ მეკითხები ზოგიერთი საიდან მოგაგდ ბატონო დავით ამდენი ინფორმაცია, როგორ რანაირად ან იმას როგორ მიხდით, ან იმას როგორ გაარტყით ამ ინფორმაციას, ან საიდან და რანაირად. აი აქედან შემოგარგება, ეს იყო ტოტალური რაღაც არანორმალური თავგადადება და დაუზოგავი, თავს რო არ ზოგავი, ოჯახს არ ზოგავი, შვილების სიყვარულიც კი რო დამაიწყდა ისე და ეხლა რო გამახსენდა და ეხლა რომ მინდა მოფერება უკვე გვიანია. აი ესე, ამიტომ თუ გინდათ რომ სვის მდგომარეობაში შეხვიდეთ, მაშინ ცოტა სვის იმით უნდა იაზროთ, ცოტა ერთი წუთით მაინც.
ამიტომ ვთხოვთ დავედოდოთ კიდე ხვალიდან განცხადებას და გადავწყვიტოთ რამენაირად რა როგორ გავაკეთოთ. იმიტომ რომ მე საერთოდ ვარ ქმედების კაცი. მე ვარ რეალისტი, ვარ პრაგმატიკოსი და მიყვარს ქმედება. საერთოდ რაც კი მახსოვს ინსტიტუტიდან დაწყებული ჯერ მარტო ინსტიტუტში რომ ვსწავლობდი თბილისში 387 თუ 90 სტუდენტი იყო და მე ხელმძღვანელობდი მაგას. გამიგე რასაც მე ვიტყოდი ისკენდებოდა. და თუ სადმე ექსკურსია იყო, სადმე გასვლა იყო, რაღაცა ისკენდებოდა სპონტანურად, უცაბედად და არა გაჭიმულად. იმიტომ არ მიყვარდა ეს ლაპარაკი და ლარდაკი. საქმე კეთება. ასე ვარ ყოველთვის. და თუ რაღაცას კიდე ვიტყვი, ვაკეთებ. ამიტომ კი სათქმელის მეტი რა არის კაცო, კიდე არ დაილევა. ამას რა გამოლებს. მაგრამ ვეყო ხალხო ამ ლაპარაკში და სიამოვნებაში, პერსო სიამოვნებას ამის მოსმენა ხო ეგრე არ არის ხო? გადავიდეთ საქმეზე. და მე ნელა კიდე რაც ათქვილი ისიც ითქება. აქ ეს იყო მინი ჩართვა, არა გეგმიური და ხვალ არ ვიცი ახლა ზუსტად ჩავა რა ისინი დამხვდება, იმიტომ რომ რაღაცები შეიცვალა და ნუ დავაანონსებ წინასწარ და გეტყვით რა. აბა კარგად, მომავალ შეხვედრამდე.